მოკლედ ავიწყოთ გადაღება საყინულედან. ჩვეულებრივ საყინულებში ვარ ახლა მე. მინესოტაში ძალიან გემრიელი ყინვაა. ყველგან პოლიცია, იმიტომ რომ ხალხია გადაყრილი იქით-აქეთ. ესე ჯობია თუ ესე ჯობია. არ ვიცი. ხალხია გადაყრილი იქით-აქეთ, იმიტომ რომ სულ ყინულია, ანუ მიწა ფაქტიურად მიწაზე მოჭიდება საერთოდ არ არის. აი ხა შავი ზოლი რო ჩანს, ეგ არაფერი არ არის გარდა ყინულისა. მაგრამ გვერდებზე ესე იგი არის ესე ჩაჭრილები, სპეციალური ჩაჭრილები, რო გადადიხარ გზიდან. ერთ ესე ვცადოთ. მიჯობ. აი ესე ვცადოთ ჯობია. აი ესე უფრო კარგია. გვერდებზე არის მოკლედ ჩაჭრილები, სპეციალური ჩაჭრილები, რო ესე ვთქვათ, რო გადადიხარ გზიდან. გაჩვენებს კი არა, გაგზნობინებს, რომ გადადიხარ გზიდან და ისინი ეხმარება მოჭიდებაში მაგრად. მაგრად მომწონს. ისეთი გემრიელი ყინვაა. აი, არ ვიცი, ახლა მინუს რამდენია, მაგრამ იქნება -15 ალბათ დაახლოებით. მაგრამ თვითონ ყინვა, ანუ ესეთი ყინული ძალიან ის არის, რა ქვია, სასიამოვნო სატარებელია, იმიტომ რომ დაღმართზე საერთოდ არ გჭირდება გაზი რომ მიადგა, ანუ რა, გაზის პედალი ფაქტიურად არ ხმარო. იმიტომ რომ თავისით მიქანაობს ესე იგი გემრიელად. აი ახლა მარცხენა მხარეს არის დახრა და მანქანა წაიღო მარცხენა მხარეს. მაგრამ ანუ არ ვიცი როგორ მთლიანობაში როგორ გამოდის ეს ყველაფერი, მაგრამ შემიძლია ვმართო გემრიელად, აი წამიღო კიდე, ჩვეულებრივად გადმოვიდა. შემიძლია ვმართო ჩვეულებრივად ყინულზე მანქანა. რაოდენს გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე თვითონ მიკვირს რა. წეგან გავაჩერე სპეციალურად ჩავედი და ყინულია, ანუ გზაზე ყინულია ჩვეულებრივად, ანუ ყინულია. შავი ყინულია, ესე დევს ყინული, არაფერი არ აყრიაზე და გასიფულია. არ ვიცი რამდენად ის არის, რა ქვია. კარგია, ცუდია ეხა ესეთი ყინული აქაური ბუნებისთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან კარგია, სასიამოვნოა, გემრიელია, მაგრად მომწონს. აი ეხლაც წამიღო და აჰა, გავაჩერეთ. ხოშიან. აბა როგორ ახართ მეგობრებო, ხო ხართ ჯანზე? მოკლედ დღეს მივდივართ მინესოტის ჯუნგლებში. მართლა ჯუნგლები კი არ არის, ჩვეულებრივი ტყეებია, მაგრამ მინესოტაა რა, აქ უფრო მეტი ფერმები ცხოვრობენ, ესე ვთქვა და მოყავთ რაღაცეები, კარტოფილი და ეგეთი რაღაცეები რა. სიმინდი და ძალიან დიდი ადგილებია, გექტრობით ადგილებია, სულ გადათესილია ყველაფერი. ხო და აქაური კლიმატი განსხვავდება, იმიტომ რომ ეს არის ესე იგი ჩრდილოეთი მხარე, კანადასთან ახლოს. აქეთ ამ მხარეს ბევრს არ უშვებენ მძღოლებს, არ უშვებენ აქეთ ამ მხარეს, იმიტომ რომ არის საშიში და რეალურად მიზანშეწონილად არ თვლიან, რომ აქეთ ამ მხარეს აიღონ ტვირთები. იმიტომ რომ ბევრმა მძღოლმა, რა თქმა უნდა, არ იცის ტარება და ესე იგი დიდ პრობლემაში იჩნდება. ამიტომ აქეთ განსაკუთრებით ცდილობენ ესე იგი მძღოლები რომ გამოუშვან ისეთი გამოცდილი მძღოლები. თვითონაც მძღოლებმაც იციან რომ ანუ ყინულზე არ უნდა იარონ რა. ახალი ამბავი მეგობრებო. ცუდი ამბავია, მაგრამ რა ვიცი. მოკლედ მწვანე ბარათები გაგვიუქმეს. განუსაზღვრელი დროით. არ ვიცით როდის იმას ვიზავენ, რა ქვია, ჩართავენ. ტრამპი გამოვიდა და
კაროჩეო, მეო არ დაუშვებო ესე იგი ემიგრანტებსო, რომ მომიკლანო ჩემი მოქალაქეებიო. ვიღაცა დებილი ჩამოვიდა ამ green card-ით და ვიღაცა თუ ვიღაცეები, არ ვიცი, ვიღაცა თუ ვიღაცეები, მოკლედ ამოხოცა. და ესე შეურაცხყო ჩვენი მწვანე ბარათი. ვისაც მოგებული ქონდა, ისინიც ვერ მოდიან სამწუხაროდ რა. ვისაც კი მოგებული ქონდა, დაჟე ისინიც ვერ მოდიან. რეალურად ეს დიდი პრობლემა შეექმნა. არა და როგორი იმედი ქონდათ ალბათ ხალხს, როგორი იმედი ქონდა, რომ აი ამერიკაში წავალ ეხა ყველაფერი კარგად იქნება. მე ფულს გავაკეთებ, ოჯახს დავეხმარები, იმას დავეხმარები, ამას დავეხმარები, მაგრამ სამწუხაროდ ვიღაცა გამოსირებულმა ბუდიში ამ სიტყვაზე გააფუჭა ყველაფერი. სამწუხაროდ აი ესეთებიც ხდება. არ ველოდ, მე არ მეგონა რომ ესე ვთქვათ მე მეგონა რომ უფრო სწორედ იყო ეს ადრეც იყო მე მგონი 2000 წელს თუ რაღაცა მაშინ ტრამპმა თუ 2019 წელს 2019 თუ 2020-ში არ მახსოვს ზუსტად მაშინ ტრამპმა გააუქმა ერთი თვით თუ რაღაცა და მე ისე უფრო სწორედ იყო ეს ლაპარაკი რომ უნდა გაეუქმებინა რა მაგრამ მე ჩვეულებრივად გათამაშდა იმიტომ რომ კონგრესმა არ დაამტკიცა თუ რაღაც ეგეთი რა. ხო და ეხლა სამწუხაროდ აი რეალურად მაგარი ცუდი ამბავია. ყველაზე ცუდი ის არის რომ აი ვინც მოიგო უკვე ეხლა ამ წელში ვინც მოიგო იმაზეც ამბობენ რომ ისინიც რეალურად ვერ მოხვდებიან ამერიკაში. აი ეს არის ყველაზე სამწუხარო უკვე მოგებული რო ხარ. ჯერ ამბობდნენ რომ ჩვეულებრივად მოხდებოდნენ და წეღან წავიკითხე სხვათა შორის ქართულ საიტზე იდო რომ ისინიც ვერ მოხდებიან. მაშ. ხო, კიდე ერთი ამბავი მე შეიძლება ტრაილერის მძღოლად გადავიდე იმაში რა ქვია ალიასკაზე. ეხლა არ ყვევ კომპანიებს იქაურ კომპანიებს ალიასკის კომპანიებს და თუ მოვნახე რეალურად გადავალ ალიასკაზე სამუშაოდ თოვლში. იმ დღეს გამაჩერა, ანუ უბრალოდ მივდიოდი ესეთ ყინულზე, ვიყავი ვისკონსინში თუ სადღაც და მოკლედ ისაც ჩრდილოეთი შტატია და ესე მივდიოდი და მე შევედი ყავის ასაღებად რა. და მოვიდა ტიპი მომყვებოდა თურმე უკან ესეთი ზროსლი კაცი იყო რა ერთ სიტყვით. მომყვებოდა უკან თურმე და მოვიდა და მოკლედ ეს შენო დადიხარო კარგად თუ არ გეშინიაო რა. და რატო ალიასკაზე არ მიდიხარო, ჩემი ძმა იქ მუშაობსო რა. მეთქი არ ვიცი, რა ვიცი, ხა მართლა არ მეშინია მეთქი ხა ყინულზე სიარული, ხო და იქო მაგარი ფული კეთდებაო რა. სეზონზე, ანუ ზამთრის სეზონზე 5 თვე გრძელდებაო. მაგარ ფულს აკეთებენო რა. მაგარ ფულსო რა. აქ ეს ფული რო გაამრავლო 3-ზე რა. დაახლოებით $100,000  5 თვეში. ხო არის მაგარი, არის. როგორ ჩამსკრივებულები მიდიან. ხო და თუ ვიპოვე ხარ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ერთ-ერთი კომპანია ალიასკაზე. შეიძლება ახლობლობით ხდება იქ, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ რაღაცა რეკომენდაციით ხდება ალბათ, რომ უნდა იცოდნენ ვის სვავენ სატვირთოზე რო იქ სუყინულია, მოკლედ ამ ყინულზე ტარება უნდა იცოდე რა. ხო და ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა დედას უტირებდო, ისე მინდა, ერთი სული მაქვს, აი ეგ რო ეხლავე რო იყოს, დღესვე წავიდოდი სამუშაოდ, დღე და ღამე ვიმუშავებდი, ისე მსიამოვნებს ყინულზე მუშაობა. ხო და რა ვიცი, ამ წელს თუ არა, იქთა წელს უეჭველი წავალ. აი უეჭველი, იქთა წელს. ოღონდ უნდა ვიპოვო კომპანია რა, მაგრამ მანამდე მე მგონი ვიპოვი კიდეც რა. სეზონზე ეს 5 თვე
ფაქტიურად ძალიან მაგარია რა. ვისაც უნდა, ვისაც უყვარს, ვისაც მოწონს ეგეთი რაღაცები, რატომაც არა. ამიტომ აი ესაც მეორე ამბავი მეგობრებო. გავიჭედეთ მე მგონი ამ ბიჭუკელებთან. ალიასკიდან ჩართვა კარგი იქნებოდა, აი ალიასკაზე იქნებოდა მართლა კონტენტის გაკეთება მეგობრებო რა, მინდა გითხრათ. იქიდან კაი კამერას ვიყიდიდი, ტელეფონით კი აღარ გადავიღებდი იქიდან, კაი კამერას ვიყიდიდი ისეც. რამე GoPro-ს არამე ეგეც. და იქიდან, მაგრამ იქაც ინტერნეტი გინდა, იქაც ყველა იქ არიჭერს ყველგან. ამ დღეღრეებში. მაგრამ გადავიღებდი მე ანუ სადღაც ხო მივიდოდი ალბათ ხო და მე იმას ვიზავდი რა ქვია. ავტვირთავდი რა. მაგრამ ალიასკიდან ჯერ არავინ არ მინახავს ქართველი რო ჩართულიყო. მაგარი იქნება. მოკლედ ესეთი ამბებია მეგობრებო. ცუდი ამბები, ცუდი ამბავი, ერთი რომ green card-თან მწვანე ბარათი გაგვიუქმეს. რეალურად ერთი იმედი ამდენს ვიცნობ, რავი. 30 კაცმა მომწერა, სიმართლე მართალია. ხო, მეთქი რას თქვენ წაიგეთ, ის წავიკითხე მეც, მეთქი რა, მაგათ საიძე, ანუ green card-ის მწვანე ბარათის საიძე ეგრედებს რა, რეალურად. და სამწუხაროა რა. ზოგმა ეხლა ნახა ჩემი ვიდეოები green card-ებზე და ისინი მწერდნენ რომ აბა green card-ას ად შევავსო და როგორ შევავსო და ეხლა ვეუბნები რომ მეთქი ფაქტიურად გაუქმდა მეთქი green card-ას სამწუხაროდ. ახალი ამბავია მეთქი რომ აი გააუქმეს green card-ები რეალურად გათამაშება აღარ არის. და სამწუხაროა რა. ფაქტიურად ზოგის ბოლო იმედი იყო საქართველოსთან წასვლის და მე დაბრუნების ისე. ხილად ვიჭუკელავ ხილად. ხილად ეყავი რა, ხილად ეყავი. აი ზოლე არის, ზოლზე არის გაკეთებული პირდაპირ გზა. ამათან დისტანციას ვიჭერთ, რომ დატორმუზების, დამოხრუჭების შანსი გქონდეს. მარცხენა მხარეს არის ჩაჭრილები, რომელიც ასუფთავებენ საბურავებს კარგად. რეალურად აქ ამ სატვირთოებს როგორ უნდა გქონდეს იცით მოხრუჭი. ამ სატვირთოებს წინა მხარით და უკანა მხარით ცალ-ცალკე უნდა გქონდეს მოხრუჭი. რა, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ რა. თქვენ თუ გაინტერესებთ აი ესეთი მუხრუჭი უნდა გქონდეს, როცა ამუხრუჭებ, წინა მანქანა უნდა მუხრუჭდებოდეს. ან უკანა მანქანა უნდა მუხრუჭდებოდეს, უკანა ისა ტრაილერი, მოსამმელი უნდა მუხრუჭდებოდეს. აქვს ცალკე ტრაილერის მუხრუჭი, უკანა ტრაილერის მუხრუჭი აქვს ცალკე, მაგრამ ცალკე არა აქვს თვითონ წინა მანქანის მუხრუჭი. აი ეს არის ყველაზე ცუდი ამ მანქანას რო არა. ეხლა რეალურად ხო მივდივარ, როცა მინდა რომ უკანა ტრაილერი მაგალითად, უკანა მოსამმელის უკანა მხარე თუ წავიდა მარჯვნივ, ვერაფერს ვერ ვშვები. უნდა რაღაცას ანუ რეალურად წინა მხრით ვასწორებ, ანუ ვადგავ გას რო გასწორდეს. და სხვანაირად მაშინ დავამუხრუჭებდი, მარცხენა მხარეს გადავიდე, აი მაგალითად მარცხენა მხარეს წაიღო. მარცხენა მხარეს გადავიდოდი, წინა მხარეს დავამუხრუჭებდი, უკანა მხარე უკვე აღარ მოცურდებოდა, უკანა მხარე უკვე ხოძზე იქნებოდა და აი ესე გავასწორებდი და არა აქ ეგეთი სამწუხაროდ. მაშინ არა და კარგი იქნებოდა. ისე რომ რეალურად ჩემი შემოთავაზება Freightliner-ებს და Volvo-ებს რომ გააკეთონ ეგეთი ფუნქცია. ხო ესეთი ამბებია მეგობრებო. ახალი არაფერი დავდივართ ყინულებზე, აქეთ ტრაილერებს ვეღარ ვხედავ, ესე იგი მარტო მე ვარო, ესენი სახში მიდიან სამუშაოდან. საღამოს 6 საათი ხდება. და მოვედით მინეაპოლისის, არა უბრალოდ 40 მილიღა დამჩა მინეაპოლისამდე. ეხლა სადმე ვნახავ, არა, პრინციპში იქვე მივალე, იქ ეწერა GPS-ში ვნახე რომ ეწერა რომ იქ დაგასაჩერებელი ადგილი აქვთ. ამიტომ მივალ ეხლა იქ გავაჩერებ, წაუძინებ დილით 7 საათზე მაქვს ჩამოტვირთა.
დღეს არ ელოდებოდნენ რომ ხვალე უბრალოდ არ ელოდებოდნენ რომ დღეს მე მივიტანდი ხვალე ამას ელოდებოდნენ იმიტომ რომ აქ იყო შტორმი და ამას ეძახიან თოვლიან შტორმს და რეალურად მიუტან გაუხარდებათ მეც გამიხარდება ახალ სამუშაოს ავიღება ესე გაგრძელება ცხოვრება რა მეგობრებო რა ჯანზე იყავით მაგრად იყავით რა მოკლედ მეგობრებო ეხლა გავაჩერე დავინახე ტიპები რო თევზაობენ ოპა ტიპები რო თევზაობენ დავინახე და ერთი ჩავიდეთ რა შეფიქრე ახოთ აბა ყინულში როგორ თევზაობენ მე მაიკითო ვიღაცა სეზონის გიჟი მეგობრები -15-ია ქიმიკა დაქს აინან გადავიდეთ ყოველთვის მაინტერესებდა ესენი როგორ თევზაობენ აქ ოვაი ოპა No trespassing to the okay. Აბა. ვახჩემი. რა ტიპები არიან? იქამდე ნაღლად ვერ ჩავარო. ხიანია. ხოშიანა თევზაობენ რა. ეშინია ეთყობა ისა. აიჩა სასტუმრო. აიჩა არა ვერ ჩავალ ჩემიკაი. ანაბუდებული. ой. ანაბუდებული რა. აგი? ესეთი ისენი აქვს რა ქვია. სათლები და რაღაცები. შეიძლება არც მოეწონოთ რომ გადავიღო რა. კლიანობაში. არა უშავს. არა გწივად ბიჭო. -15-ია პრინციპში სქელი ყინული იქნება უეჭველი. ლამაზია რა. დავედით. ცდები შემომხედეს. ეთყობა პოლიციის ეშინიათ. Guy totally guac. Daks. და გათეთრებული აქაურობა რა. ეხლა ვარ მინესოტაში. ისე მინესოტაში ვარ. ჯერჯერობით არ ვიცი. მე მგონი ამას მივაბავ კიდე ერთ ვიდეოს. და მას ვიზავ რა ქვია. ეს გამოუშვებ. ეს არის 30 დეკემბერი. ხვალე 31 ზეგ პირველი. ილოცავთ დამდე ახალ წელს.